აია ყურანის აიათი, სადაც მოხსენიებულია ერთ-ერთი ალლაჰის წინასწარმეტყველი, რომლის სახელია ისმაილი. და ახსენე წიგნში ისმაილი. იგი მართლაც იყო დაპირების ერთგული და იყო მოციქული და წინასწარმეტყველი. ამბობენ, რომ ეს ისმაილი სხვაა და არა იბრაჰიმის ძე ისმაილი, მშვიდობა მათზე. მაგრამ ესეც წინასწარმეტყველია და ისიც. იბრაჰიმის ძე ისმაილი ასევე წინასწარმეტყველი იყო. იბრაჰიმს, მშვიდობა მათზე, ორი ვაჟი ჰყავდა, ორივე წინასწარმეტყველი. ისმაილი, რომელიც ჰაჯარისგან შეეძინა, და ისჰაკი, რომელიც სარასგან შეეძინა. ისჰაკი იყო იაყუბის მამა, ხოლო იაყუბი იუსუფის მამა, მშვიდობა მათზე. იაყუბს 12 ვაჟი ჰყავდა და სწორედ ისინი არიან ბენი ისრაელი. ვინ არის ისრაელი? ისრაელი არის იაყუბი. ეს ებრაული სიტყვაა. ისრა ნიშნავს მსახურს, ხოლო ილ ნიშნავს ალლაჰს. ანუ ისრაელი ნიშნავს ალლაჰის მსახურს. ყურანშიც იაყუბი ამ სახელითაა მოხსენიებული. ყველა საკვები ნებადართული იყო ბენი ისრაელისთვის, გარდა იმისა, რაც ისრაელმა საკუთარ თავს აუკრძალა. იაყუბს 12 შვილი ჰყავდა და მათგან წარმოიშვა 12 ტომი. სწორედ მათ ეწოდებათ ბენი ისრაელი, რომლებიც ხშირად არიან მოხსენიებულნი ყურანში. მათგან იყვნენ მუსა და ისა, მშვიდობა მათზე. ეს წინასწარმეტყველები იაყუბის შთამომავლები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში იბრაჰიმს ჰყავდა წინასწარმეტყველი შვილი, ისმაილი. ჰაჯის დროს არსებობს ჰიჯრ ისმაილი, როგორც არსებობს მაყამ იბრაჰიმი.